გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი, მე დიანა საფაროვა ვარ, დღეს გადაცემაში ნახავთ. რა არის ოზონოთერაპია და როგორ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე? სამედიცინო ოზონი ძლიერი იმუნომოდულატორია. ეს არის აირი, რომელიც არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ოზონოთერაპია მარტივი და ბუნებრივი მეთოდია ორგანიზმის გაჯანს აღებისთვის. მაინც რა არის ოზონოთერაპია, როგორ მოქმედებს ის და რატო გვაძლევს დადებით შედეგს ამ თემაზე სასაუბროთ. ოზონოთერაპევტი, მე გინეკოლოგი შორენა დავითაძე მოვიწვიეთ. გამარჯობა შორენა, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს, მოგესალმებით დიანა, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემას ვეხებით შორენა და დავიწყოთ. პირველ რიგში ყველას გვაინტერესებს რა არის ოზონი, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება ოზონის ისტორიითაც დავიწყოთ საუბარი. საერთოდ ისტორია იწყება ესე. დედამიწაზე რაც გაჩნდა სიცოცხლე, იქიდან იწყება ოზონი. ოზონით დედამიწა მთლიანად დაფარულია, ეს გარსი და -170 გრადუსზე არის ცისფერი ფერი და ამიტომ ზოგიერთ ლიტერატურაში და ისტორიაში ცნობილია როგორც ცისფერი პლანეტა დედამიწა. რაც შეეხება ისტორიას, მე-18 საუკუნის მიწურულს ჰოლანდიელმა ფიზიკოსმა აღმოაჩინა მაკ ვან მარუნმა და შემდეგ კომპანია სიმენსმა შექმნა ოზონატორის მოწყობილობა, რის საშუალებითაც შეისწავლეს მისი ქიმიური და ფიზიკური თვისებები. ხოლო ვისბადენში ააშენეს პირველი ჰიდროსადგური, სადაც გამოიყენეს ზუსტად ეს ოზონატორი. პირველად ოზონს იყენებდნენ როგორც სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალება და ძირითადად მისი სამშობლოდ ითვლება გერმანია და გერმანიაში გამოიყენა ცნობილმა ექიმმა ვულფმა. ის პირველად გამოიყენეს და აქტიურად იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცებში ჭრილობების ამოსარეცხად. იყო შემთხვევები, როდესაც ჯარისკაცები იყვნენ ძალიან ცუდად, ჭირდებოდა ჯანგბადის დიდი რაოდენობა. ამისთვის ოზონი წარმოიქმნება ჭექა-ქუხილის დროს და ზუსტად ამ დროს ეს ჯარისკაცები გაყავდა შუა ზღვაში, სადაც ხდებოდა ოზონის დიდი რაოდენობით გამოყოფა და ის 9 საათი ძლებს და არის სიცოცხლის უნარიანი ჭექა-ქუხილის წარმოქმნიდან და გაყავდათ და ასუნთქებდნენ ამ ოზონს ფილტვების რომ კარგად ესუნთქეთ და სხვათა შორის ძალიან ეფექტური იყო და აი აცოცხლებდნენ ორგანიზმს აცოცხლებდა ერთი სიტყვით. სიცოცხლის უნარიანები ხდებოდნენ. შორენა, ძალიან საინტერესოა მაგალითად აი ვინც არ იცის რა არის ოზონოთერაპია და უნდა მაგალითად გაკეთებულ. მოდით ჯერ დაავადებებს არ შევეხოთ, უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნით თქვენთან მოსული პაციენტი მაგალითად როგორ ტარდება, ანუ არ ვიცით ხო? მტკივნეულია თუ არა მტკივნეულია, რამდენი სახის მიღება, რამდენიერ შეიძლება ოზონის მიღება გააჩნია კიდევ პაციენტს, როგორი სურვილი აქვს, ხო? შეიძლება ზოგს მაგალითად შიში აქვს სისხლის არა, მაგრამ ალტერნატიულად თუ თავაზობთ სხვანაირად ოზონის მიღებას და რამდენი პროცედურაა საჭირო, რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალურია სხვადასხვა დაავადებებს, როდესაც შევეხებით, მაგრამ ანუ ჯერ როგორ ტარდება ძალიან საინტერესოა ოზონის. სამედიცინო ოზონი ეს არის აირი, რომელიც შედგება 3 ატომისაგან. ეს არის 2 დაწყვილებული ანუ ეს არის ჟანგბადი, 2 დაწყვილებული ელემენტი და 1 თავისუფალი ჟანგბადი. ეს არის თავისუფალი რადიკალი, რომელიც ანადგურებს იმ მიკრობებს, რომლებსაც ზუსტად ეს მიკრობები შედგება თავისუფალი რადიკალებისაგან და აი ხდება იმ თავისუფალი რადიკალის რეაქციაში შესვლა და შემდეგ გამოყოფა ორგანიზმიდან. სამედიცინო ოზონს მისი უნიკალობა ზუსტად დამოკიდებულია აი ამ თავისუფალ რადიკალებზე და მაღალი ჟანგვის უნარიანობაზე. ის არის ძლიერი დამჟანგავი, ფაქტიურად ბუნებაში ამაზე ძლიერი დამჟანგავი არც არსებობს. ის არის საუკეთესო დამჟანგავი კიდევ ერთხელ და ანუ მოვიდეთ თქვენთან პაციენტი შორენა და ანუ ჩავთვალოთ რომ მე ვარ თქვენი პაციენტი და მოდით პროფილაქტიკით დავიწყოთ მაგალითად ანუ პროფილაქტიკური კუთხით აი ის გამო რომ ის არის უნიკალური პროფილაქტიკის კუთხითაც ჩვენთან მოდიან პაციენტები და არა მარტო პროფილაქტიკის მას აქვს როგორც რეაბილიტაციის თვალსაზრისითაც ძალიან დიდი დანიშნულება და მრავალი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება მისი უნიკალური თვისებების გამო
ეს არის აირი, მე ესე კეთილშობილ აირს ვეძახი, რადგან ნუ მას აქვს ფაქტიურად იმდენად მაღალია მისი მკურნალობის ეფექტი, რომ პრაქტიკულად გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. ამიტომ პროფილაქტიკის მიზნითაც ანუ სიცოცხლის ხარისხი და თვითონ ჯანმრთელობის ხარისხი იმდენად მაღალია ოზონოთერაპიის, აი ჩვენ რაც მკურნალობები ჩავატარეთ პაციენტებში და იმდენად მაღალი მივიღეთ ეფექტი, რომ ეს პაციენტები არა მარტო თერაპიული, თქვათ მოდიან პაციენტები, რომლებთაც უტარდებათ აი პროფილაქტიკური თვალსაზრისითაც და ასევე ნუ სხვადასხვა დაავადებების განკურნების მაჩვენებელი რომ მაღალია, ნუ ეს არის მისი ეს უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე. შერნე ძალიან საინტერესოა რომელი დაავადებების დროს გამოიყენება ოზონი და რა თქმა უნდა გვერდი არ უნდა ვერაულით გვერდს თქვენს მეორე პროფესიას მე ან გინეკოლოგით დავიწყოთ. როგორ გირჩევნიათ? დავყოთ ჯერ მე ან გინეკოლოგით დავიწყოთ და შემდეგ სხვადასხვა დაავადებებზე. ოზონს თვითონ არის, ეს არის ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიფუნგიციდური, ანუ სოკოს-საწინააღმდეგო მოქმედება. ის ჯერდება, სისხლი ჯერდება ჟანგბადით და ხდება ტრანსპორტირება და ისეთ უჯრედებში მიდის ეს ჟანგბადით გაჯერებული სისხლი, სადაც ის ჟანგბადის ნაკლებობა და ზუსტად დაავადებების თითქმის 90%, 95%-იც მოდის ზუსტად ჟანგბადის დეფიციტიდან და წარმოიდგინეთ ახლა ოზონი რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დაავადების დროს. ასტაბილურებს არტერიული ჰიპერტენზიას, ხსნის ქრონიკულ დაავადებებს, ასევე დადებითად გამოიყენება ქრონიკული დაღლილობის დროს და ხშირად მოდიან პაციენტები, რომლებიც ვერ ახერხებენ ქალაქგარეთ გასვლას. მე აღვნიშნე, რომ ის ჭექა-ქუხილის დროს წარმოიქმნება და ოზონი თვითონ ჭექა-ქუხილის დროს ბუნებაში ხდება ესე თაში არის განსაკუთრებით ეს. კი ბატონო და მთაში ნახეთ როგორია მისი ულტრაისფერის სხივებისა და ელექტრული მუხტების ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება და მთაში დიდხანს ნარჩუნდება, იმიტომ რომ იქ მწვანე კი ბატონო ეხლა გამახსენდეთ ჩვენ ეთერამდე რომ ლაპარაკობთ ვერ გავიხსენე, მაგრამ ეხლა მივხვდი. აი სხვადასხვა პაციენტი ინდივიდუალურია და ბევრი პაციენტი და ისტორიაში და ლიტერატურაში ზოგადად სიმყრალის სუნთან არის ასოცირებული ოზონი, მაგრამ კი ბატონო, ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს, რომ ეს არის რაღაც სისუფთავის სუნთან დაკავშირებული, ზოგი აკავშირებს ეს არის ზღვის სუნთან დაკავშირებული. სხვათა შორის ბათუმშიც დილაობით თუ გავალთ ზღვის სანაპიროზე, არის ეს ოზონის რაღაც, ნუ ისეთი კონცენტრაციით არა, თუმცა მას ძალიან ისეთი დადებითი და ხშირად ვამბობთ ექიმები, რომ ნუ ისეირნენ ზღვაზე და გარდა ამისა ასტაბილურებს ძილის რეჟიმს და პაციენტები მოდიან და აი ვიცით მე ძინა ძალიან კარგად თქვენი თერაპიის მერე ასტაბილურებს არტერიულ წნებას და ჰიპერტონიულ და რატომ არტერიული ჰიპერტენზიის დროს, იმიტომ რომ ოზონი როგორც კი მოხდება სისხლში, ის იწყებს აი ამ ლიპიდების, ანუ ცხიმების დაწვას, გათხელებას სისხლის, კარგ ცირკულაციას და ნუ მეტი რა არის საჭირო არტერიული ჰიპერტენზიის დროს და ზუსტად აი ამ კუთხით გამოიყენება ოზონი არტერიული ჰიპერტენზიის დასაბალანსებლად. გარდა ამისა, მას აქვს ფართო გამოყენება აი სიბერესთან ბრძოლის ეს არის რა ქვია, სხვათა შორის ახალგაზრდავებს? კი ბატონო, ახალგაზრდავებს ოზონი და ასევე სიცოცხლის ელექსირათა შეიძლება რომ მოიხსენიოთ როგორც. მე შორენა ისევ თქვენს მეორე პროფესიას მე ან გინეკოლოგიას უნდა შევეხო. ნებისმიერი ქალისთვის საინტერესო თემა და რა თქმა უნდა პაპილომავირუსზეც გვერდი ვერ უნდა აუაროთ და არ უნდა აუაროთ ოზონოთერაპია და პაპილომავირუსი. ანუ ეს ორის თანხვედრა და შერწყმა როგორ ხდება? აი ნახეთ ოზონოთერაპია, ნუ როგორც მე ან გინეკოლოგი აქტიურად ვიყენებთ ასევე ორსულებშიც, რა თქმა უნდა, ეს არის ნაყოფის გიპოქსიის დროს, ანემიის დროს ვიყენებთ და ასევე გინეკოლოგიურ, მე ძირითადად მაინც გინეკოლოგიურ პრაქტიკაში უფრო მეტი პრაქტიკა გვაქვს ამ კუთხით და როცა მოდიან პაციენტები არა მარტო ვირუსების და იქ აღნიშნეთ რომ ინფექციების დროსაც ძალიან ისეთი მაღალი ეფექტი აქვს, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან დიდი ანტისეპტიკური თვისებები და აი ინფექციების დროსაც და ქალის ინფექციების დროს, სასქეს ორგანოების ინფექციის დროსაც გამოვიყენებ და ასევე ვირუსების დროს. რატომ ვირუსების დროს? იმიტომ რომ ვირუსის ერთ-ერთი გამანადგურებელი ფაქტიურად
განადგურებლად ითვლება იმუნიტეტი და აი ოზონს აქვს ზუსტად მაღალი იმუნომოდულატორული ფუნქცია. აი არ მინდა ვიღაცას აერიოს, ეს არ არის სტიმულატორი, ეს არის მოდულატორი, ანუ დაცვა. ძალიან დიდი განსხვავება. დიახ და იცავს ის ორგანიზმს, როგორც ოზონი გვიცავს ულტრაისფერის სხივებისაგან, ზუსტად ასე და ამავე დროს ხდება ორგანიზმის გაჯანსაღება მაქსიმალურად იწევს იმუნიტეტი მაღლა და აი ეს აწეული იმუნიტეტი ხელს უწყობს აი ამ ვირუსების განადგურებას, რომლებიც რეზისტენტულები არიან უკვე ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მკურნალობიდან გამომდინარე. თან ორგანიზმი იბრძვის მაღალი იმუნიტეტით ამ ვირუსების წინააღმდეგ და პაპილომა ვირუსის ტიტრი საკმაოდ იწევს ოზონოთერაპიის მკურნალობის დროს და თქვენ გაინტერესებდათ როგორ მიდის პროცედურები ნახეთ მაგალითად რახან ეს თემა ახლა ძალიან ისე წამოწეულია პაპილომა ვირუსი აქ მიმდინარეობს არა ვთქვათ ოზონოთერაპიას აქვს პროცედურები რამოდენიმენაირად და მათ შორის არის სამი ძირითადი პროცედურა ეს არის სისტემური პროცედურა რომელიც გადასხმის სახით რექტალური ინსუფლაცია და კიდევ არის სისხლის წმენდა და გაჯერება ოზონით ანუ ინფუზია ხდება ინფუზური ხსნარს ჩვეულებრივ ჩვენ ვაოზონებთ და შევყავთ სისხლის გზით სისხლში შემდეგ სისხლსაც იგივენაირად ვიღებთ სისხლს ვაოზონებთ და ვაბრუნებთ უკან ორგანიზმში რამდენი ჭირდება შორნისის ასევე დიდი ბოდიშის მოხდით რექტალური ინსუფლაციას ამას რჩევს პაციენტი რომელიც მისთვის იქნება უფრო მისაღები და მოსახერხებელი რომელიც იქნება ამას რჩევს პაციენტი და ამის შემდეგ იწყება დამატებითი თერაპიები ადგილობრივ ჩვენთან არის მაგალითად გინეკოლოგიაში მე აქტიურად ვიყენებ ვაგინალურ ინსუფლაციას და რომელსაც დადებითი ეფექტები აქვს ყველა კუთხით აი მართლა ოღონდ ყველა კუთხით და ასევე არის სხვადასხვა კადრში შეგვიძლია შევხედოთ და თან რო ვისაუბროთ კი ბატონო და ასევე გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დროს და იქაც ვიყენებთ აი ესე პროცედურებს პლუს აი ეს რაც შეეხება პაპილომა ვირუსების დროს ჩვენ ვიყენებთ ყველაფერი დამოკიდებულია იმ დაავადების სიმძიმეზე რა დონის არის მაგალითად დაავადება და რა სიმძლავრის არის მაშინ იქ ჩვენ ვარჩევთ სპეციალურ კონცენტრაციას ოზონოთერაპევტები კარგად გამიგებენ ამის შესახებ და შეიძლება უბრალოდ ახლა ადამიანი თუმცა ჩვენ მათ ვუხსნით რომ აი ეს კონცენტრაცია ინფორმაციას ვაძლევთ პაციენტებს რომ ჩვენ ვაკეთებთ აი ამ კონცენტრაციას და აი ამ კონცენტრაციას ვთქვათ აქვს ეს ეფექტი და ეს მე კი არ მომიგონია და ჩვენ ეს არის სპეციალური მეთოდოლოგია მოწოდებული, რომლის საშუალებითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ ამ მეთოდოლოგიით და ესე უტარებთ ამ თერაპიას. რაც შეეხება რამდენჯერ უნდა გაიკეთოს პროცედურები იწყება 5 პროცედურიდან 12 პროცედურამდე არა მარტო პაპილომა ვირუსები არის ჰერპეს ვირუსი მაგალითად C ჰეპატიტის დროს არის კიდევ აქტიურად გამოვიყენებ და ამ დროს ყველაზე ბევრი პროცედურებია საჭირო და ფაქტიურად მთელი თვენახევარი დადის პაციენტი პროცედურები კეთდება დღე გამოშვებით შაქრიან დიაბეტზე გამოიყენება აქტიურად და მართლა აი ძალიან დიდი ისა გვაქვს რა ქვია ეფექტებიც კი ბატონო იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ცხიმებს წოვს ასევე შაქრის რაოდენობასაც წევს ორგანიზმში და ამიტომ ჩვენთან დიაბეტით დაავადებული ადამიანები ვინც მოდის და იკეთებს ოზონოთერაპიას აი ძალიან შედეგიანი გარდა იმისა რომ ისინი სიმპტომურადაც გამოხატავენ ამ შედეგს და აღნიშნავენ რომ აი ძალიან კარგად არიან აი ჩვენ პარალელურად ვამოწმებთ კლინიკასაც სისხლის და იქაც ჩანს მათი ანუ ლაბორატორიული კუთხითაც ჩანს რამდენად ეფექტურია ჩვენი კეთილშობილი აირი. ძალიან კარგი. შენე თქვენ ახსენეთ რაც დამამახსოვრდა და რაც ალბათ ჩვენს მაყურებელსაც აინტერესებს სისხლის გათხელება მაგალითად ან სხვადასხვა დაავადებები. ანუ კი ბატონო მინდა ოზონოთერაპიის ჩატარება, მაგრამ რა შემთხვევაში არ უნდა ჩაიტაროს მაგალითად ოზონოთერაპიის კურსი ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა უკუჩვენება არანაირი არ აქვს, მაგრამ იქნება ალბათ ისეთი დაავადებები და თქვენ უფრო გაგვარკვევთ, რომლის დროზეც არ არის მიზანშეწონილი ოზონოთერაპია, ხო?
რა თქმა უნდა დიანა ეხლავე ნახეთ ოზონოთერაპია მთლიანად ცვლის სისხლის რეოლოგიას რა თქმა უნდა კარგი და დადებითი კუთხით არის დაავადებები ეს არის ფაქტიურად მკურნალობის თანამედროვე ელიტური მედიცინაა და ითვლება თანამედროვე თანაც ახალი მოდი ვთქვა ესე ვთქვათ რომ ახალი ინოვაციური მეთოდია და რა თქმა უნდა ბევრ ლიტერატურაში საერთოდ წერენ რომ არ აქვს გვერდითი მოვლენები მართლაც არ აქვს გვერდითი მოვლენები და აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ჩვენ ოზონოთერაპევტებმა ვიცით ის რა დროს უნდა გავაკეთოთ და რა დროს არ უნდა გავაკეთოთ. ნუ ამას ახლა რა თქმა უნდა არაპროფესიონალი არც გააკეთებს და არც ექნება ვინც იცის და მათ შორის მეც შევისწავლე ეს და ვიცი, ამიტომ ვიცი რომ აი ამ დაავადებების დროს და გეტყვით აუცილებლად ამ დაავადებების დროს ოზონი არ უნდა გავაკეთოთ. ეს არის პირველ რიგში ჰიპერთირეოზი, ანუ ფარისებური ჭირკვალში მომატებული თიროიდული ჰორმონის დროს არ უნდა გავაკეთოთ ოზონი. ასევე არ უნდა გავაკეთოთ ეპილეფსიური გულყრების დროს, თრომბოციტოპენია, ანუ თრომბოციტების ნაკლები რაოდენობა, როდესაც არის ამ დროს არ შეიძლება ოზონი, იმიტომ რომ თვითონ ისედაც დაწევს ამ თრომბოციტების რაოდენობას და რა თქმა უნდა არ დავიწყებთ ამ პროცედურას. ასევე ჰემოფილია, ანუ თქვენაცაც ახსენეთ, რომ აი სისხლის გათხელებას უწყობს ხელს და მართლაც ესეა და ზუსტად ეს არის მისი რა ბევრი უნიკალური თვისებები აქვს მართლა და შედეგებიც იმდენად კარგი და დადებითია, რომ აი ეს რაც რა დროსაც უბრალოდ არ უნდა გავაკეთოთ ოზონი არის გლომერულონეფრიტი, მაგრამ იქაც არის სტადიები, რა დროს არ უნდა გავაკეთოთ, თუმცა არ ვაკეთებთ და მწვავე ალკოჰოლიზმის დროს არ ვაკეთებთ, მაგრამ როდესაც არის ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ჩვენ მას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ის არის ანტიოქსიდანტი ყველა ფერთან ერთად. გასაგებია. მოდით არც თუ ისე შორეულ წარსულს შევეხოთ კორონავირუსის დროს ოზონოთერაპია წარმატებულად, ესე ვთქვათ, მკურნალობის ძალიან წარმატებული მეთოდი აღმოჩნდა, ხო? და წლები გავიდა და ძალიან საინტერესოა, მაგალითად, როგორ დაიხვეწა ვირუსების კუთხით ოზონოთერაპია და ვირუსი ესეთი ხაზი რო გავავლოთ. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ კოვიდი ზუსტად ამ ვირუსის ერთ-ერთი ის იყო ჟანგბადის ნაკლებობა და პირველად იტალიაში ჩაატარეს ამაზე ეს მკურნალობა შევიდა როგორც ნუ რამდენად იქნებოდა ეფექტური როგორ რა თქმა უნდა ოღონდ ნახეთ გართულებულ სტადიაში ჩვენ მას არ ვაკეთებთ მაგრამ ოზონოთერაპია თვითონ კიდევ იქაც აღნიშნე რომ ისინი იმდენად რეზისტენტულები არიან რეზისტენტული ვეღარ არიან ეს ვირუსები და ბაქტერიები იმიტომ რომ თვითონ ოზონის აი ეს მისი მაღალი ჟანგვის უნარიანობით და მაღალი ეფექტურობა ვირუსებთან საბრძოლოდ კი ბეტონო გამოიყენება აქტიურად სისხლის გაჯერება ხდებოდა ზუსტად აი სხვათა შორის მარილთან აი ნატრიუმის ქლორიდი რომელსაც ვიყენებთ ამაში ხდებოდა ოზონის გაჯერება სპეციალური ის იყო კონცენტრაცია შექმნილი და მუშაობდა აი მართლა კარგად იმუშავა და მართლა დადებითი ეფექტები ჰქონდა კოვიდის შემდგომი რეაბილიტაციის დროს მე მაგალითად ვაკეთებდი კოვიდის შემდგომი და კოვიდის დროსაც თქვათ პაციენტი თუ განიკურნებოდა რაღაც 10 დღე ჭირდებოდა და მთელის ფაქტიურად უკვე მეოთხე პროცედურიდან ანუ დღე გამოშვებით ტარდება მაგრამ ფაქტიურად კოვიდის ვირუსის არანაირი კვალი აღარ იყო რა ამ ოზონოთერაპიულ ამ ოზონის თერაპიული კურსის ჩატარების შემდეგ და ამასთანავე რეაბილიტაციის დროს ვიცით ხომ კოვიდმა რამდენი საზიანო დაზიანება დატოვა კი ბეტონო და მოდიოდნენ მერე პაციენტები და აი სხვადასხვა განსაკუთრებით აი სახსრების პრობლემა ჰქონდა და ართრიტებზე არაჩვეულებრივად მოქმედებს თვითონ ოზონი და აი შემდგომი რეაბილიტაციისთვისაც იყო უნიკალური მართლაც აი კოვიდი პანდემიის მერე და ვისაც გადატანილი ქონდა სხვათა შორის ყნოსვაზე აი სუნის სიმძაფრეზე ის ნეიროტოქსიური იყო ხომ ვიცით თვითონ კოვიდი და აი ეს აღდგენა და იქ გამომრჩა რომ სხვადასხვა დაავადებების და მინდა ახლა აღვნიშნო რომ ოზონი სხვათა შორის ფართოდ გამოიყენება ფსიქიატრიულ პაციენტებშიც რა კუთხით რომ ის ძალიან ამ ჟანგბადი კი ბეტონო ამშვიდებს არეგულირებს ძილს და აი ეს ფოთვებიც კი მართლაც არ აქვს და კი ბეტონო ბევრ განვითარებად ქვეყნებში სხვათა შორის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში აი ეს ოზონ გენერატორები უდგათ და აი ახორციელებენ მკურნალობას
აიქაც და ძალიან ისეთი დადებითი შედეგები იდება და ევროპის ბევრ მოწინავე ქვეყანაში ოზონი ძალიან დიდი პრიორიტეტით სარგებლობს მართლაც. აი საქართველოში ცოტა აი ესეთი ისტორია აქვს, ცოტა მოკლეხნიანი, მაგრამ ეხლა იცით უკვე დაიწყეს აი კოვიდის მერე მართლაც აი ძალიან მოიქცეს მე ძალიან მიხარია რომ აი ოზონოთერაპიას ექნება ფართო ესეთი შესაძლებლობა რომ დახმარებაც თუ იქნება, იმიტომ რომ ბევრ მოწინავე ქვეყნებში მართლა აი უკვე თითქმის ყველა და საავადმყოფოში შეაქვთ ეს ოზონატორები და არის სპეციალური განყოფილებები და მთლიანად აი იმიტომ რომ ნებისმიერი დაავადების დროს გამოიყენება და ფაქტიურად ნუ ნახეთ რომ არ აქვს მას არანაირი გვერდითი მოვლენები, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში მაგალითად განვითარებად ქვეყანაში ლოს-ანჯელესში მათ შორის ამერიკაში წყლებს აი ქლორიდ კი არ წმენდნენ აი როგორც ისა აი იქ წმენდნენ ოზონით. ნუ რა თქმა უნდა ძვირადღირებული სიამოვნება თვითონ ოზონით გაწმინდო და ქვეყანას რა თქმა უნდა დიდი რესურსები ჭირდება ამისთვის. და გარდა ამისა კუბაში აი ეს აუზები აქვთ ოზონირებული კი ბეტონო და აზიურ სამყაროშიც ფართოდ იყენებენ ოზონს. ჩვენ მეზობელ ქვეყანაში თურქეთშიც ფართოდ და ისინი უკვე ჯანდაცვაშიც არის შესული და დაზღვევები მოქმედებს და ძალიან ისეთი კარგი აიცით იმდენი დადებითი თვისება აქვს ზოგჯერ ადამიანებს აი ეკონომიური სიდუხჭირე რაღაც და რამდენად მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო ამაში აფინანსებდეს ამ ყველაფერს. და ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს რა თქმა უნდა უკრაინაში 2014 წლიდან შესულია ჩვეულებრივ სამედიცინო აი რეგულირების აგენტოები უკვე და ჩვეულებრივად მედიცინათ არის აღიარებული. აი ჩვენ საერთოდ ზოგადად ახლა ვიცით რომ ეს არ არის კლასიკური მედიცინა, ეს არის პარალელური დარგი მედიცინის, მართლა ცალკე მედიცინაა, მეც ვფიქრობ, აი ცალკე მედიცინაა ოზონი და ესეთი მაღალი ეფექტურობა მისი საერთოდ. ძალიან კარგია. შორენა, კიდევ ერთი საინტერესო კითხვა არის, ანუ მაგალითად თქვენთან მოსულ პაციენტს თუ აქვს რამე განსაზღვრა, ანუ ასაკის მაგალითად ბავშვს სჭირდება, მოზარდს სჭირდება, ხანში შესულს სჭირდება. ანუ ეს კლასიფიკაცია როგორ ხდება? შეზღუდვა აქვს რამე ასაკობრივი? კიდევ ერთხელ ბევრგან აღნიშნე და სულ ეუბნები ჩემ პაციენტებს, რომ ოზონოთერაპიას ასაკი არ აქვს. მართლა არის ასაკობრივი ცენზი არ არსებობს. ნახეთ მუცლადყოფნის პერიოდიდანაც იწყება მოდიან ფეხმძიმები, ნაყოფის გიპოქსიის დროს არის არაჩვეულებრივი, ანუ როცა ვერ აწოდებთ ჟანგბადს და ხდება მიწოდება. გარდა ამისა, ჩვენთან დაყავთ პატარა ბავშვები, რომელთაც აწუხებთ ჰელმინთები და აი ეს ჰელმინთების საწინააღმდეგო წამლები ვიცით, რამდენად შეიძლება დააზიანოს სხვა და რამდენად ბევრი უკუჩვენება აქვს და აი ოზონით იკეთებენ, სხვათა შორის მესამე პროცედურაზე უკვე შედეგები გვაქვს და ძალიან ისე ეფექტურად მიდის პარაზიტებთან ბრძოლა ესე იმისთვის რა ქვია პატარა ბავშვებთან და იქ 5 პროცედურა არის და რექტალური ნუ ზოგი ბავშვი არ მოწონს ეს რექტალური საოყდა რამდენად ისეთია ცოტა არაკომფორტული მაგრამ მაინც რამოდენიმე წუთიანია ხო? კი, რამოდენიმე წუთი, 5 წუთი ყომდება ჩვენთან პაციენტი, მერე მიდის უბრალოდ ცოტა ეს გაზების ის აქვს, იმიტომ რომ აი ნახეთ რექტალურად ხდება ესე შეყვანა ოზონ ჟანგბადოვანი ნარევის სუფთა წარმოიდგინეთ ეს არის გაზი, მაგრამ არავინ იფიქროს რომ ეს გაზი არ იქა ახლა ჩვენ ისეთი მეტეორიზმი არა ეს მეტეორიზმთან საბრძოლველადაც არის ეს თვითონ ოზონი და აი გასტროენტეროლოგიაში ფართოდ გამოიყენება მაგალითად კოლიტების დროს და ანაერობულ ბაქტერიებთან ბრძოლის დროს და ახლა ფართოდ არის წამოწეული ჰელიკობაქტერიებთან ანუ გასტროენტეროლოგიაში წარმატებით გამოიყენება და წარმატებით ჩვენ გვაქვს ასევე ოზონის წყლები ვამზადებთ ოზონს და პაციენტები იღებენ სხვა მაგალითად კუჭნაწლავის წყლულის დროს და 12 გოჯანაწლავის წყლულის დროს აი ძალიან ეფექტურია და გასტროესოფაგიტი და რაც არის ტი ანუ ანთებითი დაავადებები ყველგან მოქმედებს ძალიან ეფექტურად ეს ჩვენი ოზონი. შორენა სანამ ეთერში შევიდოდით ძალიან კარგად ამიხსენით, იმიტომ რომ თუ გადაუწყვეთ ამაზე რა თქმა უნდა გადაწყვეტილი მაქვს რომ მოგმართოთ თქვენ, ანუ კადრში დავინახეთ საკმაოდ დიდი ნემსი, მაგრამ ვისაც ნემსის გვეშინია, მაგალითად თქვენ მითხარით რომ ძალიან პატარა ნემსით ხდება
ყველაფერი შეყვანა. კადრში იყო შეცდომა არა, ალბათ მეორედ ის არის ხო ეგ ნემსი. არ შემიხედავს კადრში კი მე შევხედე და ვიცი თუ შემეშინდა მაყურებელსაც შეეშინდებოდა. იქ არის ნემსი, ნახეთ როგორი ეს ნემსი არის ერთი ნემსი, რომლითაც ვაოზონებ თვითონ ხსნარს, იქ არა გვერიოს. და ჩვენ რითაც ვაწარმოებ თვითონ, იმიტომ რომ ოზონით უნდა გავაჯეროთ და ეს არის სპეციალური ნემსები, რომლებითაც ხდება ხსნარის ოზონით გაჯერება. მაგრამ გადასხმა მიდის ჩვეულებრივი სისტემა, რომელიც იდგმება და იქ უბრალოდ ცოტა მსხვილი კალიბრის ეს ვენასთან ურთიერთობის დროს ვიყენებთ ნემსებს, მაგრამ ის იმდენად დიდი არ არის, რომ პაციენტი ამით შეშინდეს, კი ბატონო. თუმცა ვისაც ახლა ვენების პრობლემა აქვს და ზოგიერთს არ უნდა რომ ეს ვენით ისე რექტალური ინსუფლაციას ზუსტად იგივე შედეგი ექნება, რატომ? იმიტომ რომ ნაწლავიდან აბსორბცია იგივენაირად ხდება და გაწოვა და სისხლში გადასვლა, თუმცა უბრალოდ იქ დრო ეჭირდება, მაგრამ შედეგები სიმართლე რომ გითხრათ და გულახდილად გითხრათ, უბრალოდ ყველა მხრიდან და ყველა გაკეთების დროს მე შედეგს ვიღებ მაგალითად, მაგრამ აი გადასხმის დროს, რასაც ინფუზიას ეძახით, აი მეტი შედეგები გვაქვს მართლაც, ოღონდ და არანაირად არ არის აი ინვაზიური, არამტკივნეულია, არა ესეთი. იმიტომ რომ მას აქვს ასევე გამაყუჩებლის ეფექტი, სხვათა შორის ანალგეზიური ეფექტი აქვს ოზონს კი. შედეგი მაინტერესებს, მაგალითად, რამდენ ხანში არის შედეგი და კიდევ რაც თქვენ თქვით ეთერში შესვლამდე გვასუსტებს ეს ყველაფერი? კი ბატონო, ნებისმიერ ხალხს გაინტერესებს. რა კუთხით არ ვიცი, გვასუსტებს არა, ოზონი გვაძლიერებს პირველ რიგში და გვაინტერესებს თუ არა წონას გვიკლებს თუ არა. კი ბატონო, სხვათა შორის შედეგები პირველი ზოგიერთი პაციენტი მაგალითად პირველივე გადასხმის მერე აი რომ მოდის მეუბნები რომ აი თქვენ რომ წახვალთ სახლში, მე რომ მოხვალთ მითხარით თავს როგორ გზნობთ და ეგრევე პირველი რაც არის და რომ მოდიან ამბობენ რომ აი გუშინ ისე კარგად მეძინა რომ ნუ არ ვიცი ანუ ამშვიდებს და აწყნარებს ესა მეორე მესამე დღიდან მე ვიღაცა ყვება რომ აი იცით როგორი შეგრძნება მქონდა აი მეგონა რომ სადღაც სოფელში ვიყავი და ზუსტად კარგი ჰაერი და კარგი ბუნება ზუსტად აღნიშნავენ და ზუსტად აკავშირებენ და ზუსტად ამბობენ იმას რაც უნდა იყოს მართლაც აი სოფელში რომ მივდივართ იქ არის სუფთა ჰაერი და იქიდან გამომდინარე იგრძნობენ ზუსტი ის არის რა მისადა ამ იმისი რა ქვია ოზონოთერაპიის თვითონ და შემდეგ თქვენ გაინტერესებდა წონის კი ბატონო მე ავიძახი რომ ახლა თქვენ ისეთი რაოდენობით გახდებით რომ პირდაპირ ახლა 50 კილოს დაიკლებთ ეგრე არ იქნება მაგრამ 2-დან 4 კილომდე ნამდვილად ამ პროცედურების მერე წონაში იკლებენ პაციენტები და სხვათა შორის აი წონასთან დაკავშირებით უნაყოფობის დროს გამოიყენება ფართო წყვილები დადიან ჩვენთან და იკეთებენ ამ ოზონს და ბევრგან დაგვიდგა შედეგი რომ ოზონოთერაპიული კურსის მერე ქონდათ და ჩვენ ოზონოთერაპიით გავაჩინეთ ბევრი ბავშვი სხვათა შორის და ასევე ინვიტრო განაყოფიერების დროს იყენებენ იმიტომ რომ იქ არის ენდომეტრიუმის გასქელება ჭირდებათ და საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს არის ძალიან ეფექტური და ну აქაც ეფექტურად ვიყენებ და ამ თერაპიის მერე თქვათ იყო ესეთი შემთხვევა რომ აკეთებდნენ ინვიტრო განაყოფიერებას პაციენტი და არ უნარჩუნდებოდა და მერე მოდიოდნენ ჩვენთან უკეთებით ოზონს და ამ თერაპიის მერე დგებოდა აი ეს ორსულობა კი ბატონო და ამაშიც აი ძალიან ისე დადებითი როდესაც ექიმი არის ჩართული ამ ყველაფერში და განსაკუთრებით სითხოს პაციენტი კი ბატონო და განსაკუთრებით აი ესეთ ეფექტს რო ხებულო პაციენტისგან და ესეთია. თუმცა არის შემთხვევებიც, აი აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ნუ ძირითადად ეს არის რომ იმუნომოდულატორული ფუნქცია აქვს და იყო 1-2 პაციენტი, ფაქტობრივად იმას არაფერი არ აწუხებდა, მაგრამ მოვიდა აი როგორც პროფილაქტიკის თუ აი მე ვერაფერი ვერ შევნიშნე მართალია, იმიტომ რომ თუ მაღალია იმუნიტეტი, იმან შეიძლება მართლაც ვერაფერი ვერ შეატყოს ესე მაგრამ ლაბორატორიულად და კლინიკურად სურათში აბსოლუტურად ცვლილებები არის მართლა ის სხვა კუთხით და თქვათ იქ რო არის ანალიზების ის ნორმასთან დგას ყველა აი ეს რა ქვია ოზონოთერაპიული კურსის გავლის შემდეგ შორენა და ბოლოს მაგალითად გვესმის რომ ძალიან კარგი არის უკუჩვენება აქვს ნული რამოდენიმე თითქმის არის დაავადება რომლის დროსაც არ შეიძლება ამის მიღება და გვესმის რატომაც
ეს ყველაფერი გადაცემის მსვლელობის დროს ჩვენ ძალიან კარგად აგვიხსენით. მაგრამ გარდა ამისა, როგორ უნდა შეუწყოს მაგალითად პაციენტმა ხელი თუნდაც კვებით, თუნდაც ცხოვრების წესით და ასეთ შემდეგ. თქვენ რას ურჩევთ თქვენთან მასულ პაციენტს და ვინც ჯერ არ მოსულა და აპირებს ამ გადაცემის შემდეგ, ვინც უფრო კარგად გაიგო ოზონის მოქმედება. კი ბატონო. ეს არის რომ ძალიან კარგი იქნება ყველა პაციენტს მეტი ჟანგბადი. ნუ ეხლა რა კუთხით მიიღებს ამ ჟანგბადს, მე აღვნიშნე რომ ეს შეიძლება მთაში წავიდეს პაციენტმას და თქვათ მიიღოს იგივე შედეგი. თუნდაც აი ინფექციები, ბაქტერიები ჩვენთან ბათუმში როგორი ნესტია და მიდიან ბავშვები აი ეს ბრონქიალური პრობლემებით და ამ ყველაფრით და სხვათა შორის აი ძალიან დადებითი ეფექტები აქვს ამ ოზონს და მე ურჩევდი პაციენტებს რომ ბევრი ისე ირნონ, რა თქმა უნდა, ზღვასთან ახლოს ბავშვებიც ასე ირნონ, მაგრამ თუ პარალელურად ჩვენთან მოვლენ და ჩაიტარებენ ამ ოზონს, ამით არაფერი არ დაუშავდებათ, გარდა იმისა, რომ ისინი იქნებიან უკეთ. და ეს თერაპია მინდა რომ უფრო მეტად განვითარდეს და ხალხისთვისაც იყოს რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ თვითონ ეს მასალები ძალიან ძვირად ღირებულია და ბევრჯერ გაგვიკეთებია მართლა აი უსასყიდლოდ გამიკეთებია ბევრი პაციენტისთვის, ну როგორც ექიმი და ჰუმანური ეს გრძნობები და რა თქმა უნდა ეფექტური არის და იმას ვიცახოდი რომ აი ეს მიუხედავად ამ ყველაფრისა რომ ყველასთვის იყოს ეს ხელმისაწვდომი და ძალიან გამიხარდებოდა რომ ჩვენი ყველა ვიყო ჯანმრთელი. კი ბატონო და ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ჯანმრთელები და იქნებოდა რა თქმა უნდა კარგი თუ ეს ნაკლები მათთვის იქნებოდა ყველასთვის ხელმისაწვდომი და ჩვენს რა თქმა უნდა მაქსიმალურად ყურადღებით და ვისთანაც საჭიროა ვისთანაც ეს არის ფაქტიურად დამატებითი მეთოდია და ფუფუნების საკითხიც არის მეორე თუმცა ელიტური მედიცინა ესთეტიკაში ფართოდ გამოიყენება და ეს რამოდენიმე პაციენტს გადასხმის მერე მოდის და ამბობს რომ აი ბევრმა მითხრა რომ თქვენ ბიორევიტალიზაცია გაიკეთეთ სახეზე, იმიტომ რომ ნუ ჟანგბადი ვიცით რომ მიეწოდება მსისხლით ყველგან და სახეზე პირველად მართლა აი ჩანს ჰაბიტუსზეც და იმაზეც რამდენად ეფექტურია აი ამ ოზონის მოქმედება. ძალიან კარგი არის, მეც გეთანხმებით რომ უნდა იყოს ეს ხელმისაწვდომი და ნებისმიერ ჩვენთაგანს გარდა იმისა რომ დაავადებების მკურნალობის დროს იყოს ხელმისაწვდომი, ასევე როგორც ფუფუნება ახსენეთ, ჩემი აზრით, როდესაც არის დაავადებაზე და სიცოცხლის უნარიანობაზე და ჩვენ ჯანმრთელობას როდესაც ეხება, ეს უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. მე ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით აი საინტერესო მესიჯებისთვის. ძალიან კარგად აგვიხსენით, როგორც ოზონი რა არის, მისი მოქმედება, ვინ უნდა მიიღოს და ვინ არა და როგორი შედეგები აქვს მათ და თქვენი რაც იყო, მაგალითად მოწოდება ის, რომ საქართველოში იყოს ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, მეც იგივეს გისურვებთ და თქვენ წამოწყებასაც წარმატებები მინდა გისურვებთ და წარმატებული დღე. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და ბევრი ჟანგბადი. რაც ნებისმიერ ჩვენთაგან სჭირდება. დიდი მადლობა. მადლობა, შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს ოზონოთერაპევტი, მე ან გინეკოლოგი შორენა დავითაძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მიახლოვდა, მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.